საღამო მშვიდობის დღეს თავგადასავალი სტუმარი, მწერალი, მთარგმნელი, დრამატურგი ირაკლი ლომოურია. მისი ცხოვრება სავსეა საინტერესო თავგადასავლებით, თუმცა საუბარი მინდა ბატონ ირაკლისთან დავიწყო იმ კადრით, რომელმაც მთელ საქართველოზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პირველ რიგში საღამო მშვიდობის ბატონ ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მომეცით შესაძლებლობა დღეს თქვენი სტუმარი ვყოფილიყავი. Ირიქით მადლობა თქვენ მოგესალმებით მეგობრებო. ბატონ ირაკლი, აი კადრი ვახსენე, ის დღე მინდა გავიხსენო, აი როდესაც რუსთაველზე, ჯერ კიდევ გადაუკეტავ რუსთაველზე, თქვენ გადახვედით სკამით ხელში და რუსთაველის გამზირზე პროტესტის ნიშნად გაწოლილი ადამიანის წინ დაჯექით, აღმოჩნდით მანქანების პირისპირ. ეს თქვენი ბიოგრაფიიდან მცირე ფრაგმენტია. თუმცა აი იმ დღევანდელი ემოცია მინდა რომ გაიხსენოთ, როგორ აღმოჩნდით რუსთაველზე იმ დღეს. მე ყოველდღე ვერ დავდივარ, მაგრამ ვცდილობ ყოველთვის როცა მაქვს ფიზიკური რაღაცა მზაობა თუ შესაძლებლობა, ყოველთვის მივდივარ. მივედი, მივესალმე რამდენიმე ნაცნობს და გავიხედე მარცხნივ და უკვე კეტავდნენ გზას. მივედი ახლოს და უცებ დავინახე, რომ ვიღაც კაცი წევს ასფალტზე, იქით ვიღაც გოგო და 2-3 კაცი მათ შორის არის. ემოციური ის ჰქონდა რაღაცა იმპულსი. რაღაცა უცებ შიგნიდან ვიგრძენი, რომ აი ამ სიტუაციაში რაღაცა უნდა გააკეთოს კაცმა, იმიტომ უბრალოდ ყოფნა სერის მაყურებლად რაღაცა საკუთარი თავის შეურაცხყოფაა თუ რაღაცა ძალიან უკაცრავად ჟარგონისთვის და ტეხავს რა. ხო და რაც თავარია გამახსენდა ბექა ქურხული, ჩემი მეგობარი, რომელიც მაგ დროს უკვე დაჭერილი იყო, დაკავებული იყო და ერთი დღით ადრე სანამ მოკლედ დაიჭერდნენ, შემხვდა რუსთაველზე, მე ვიჯექი ჩემს სკამზე და სწრაფი ნაბიჯით ჩაიარა და ვერ დამინახა და ესე მივწვდი და მოვკაჭი მეთქი ბექა და გადამეხვია რაღაც და მომახარა, ხო მაინც გადავკეტეთ. ხო და აი ეს გამახსენდა და ჩემთავს უთხარი, ბექა რო აქ ყოფილიყო, ხო არ დადგებოდა და გვერდიდან ხო არ შეხედავდა. და რაღაცნაირად ამან გამაბედინა თუ გადამაწყვეტინა, რომ გადასულიყავი. წინასწარ ამაზე არ მიფიქრია საერთოდ. იყო იმ მომენტის შინაგანად რაღაცა გაუკონტროლებელი, რაღაცა ბიძგი, რაღაცამ გადამიყვანა. ადრეს გადავსულ ვარ და ესე დამჯდარ ვარ. მაგრამ აი ესეთ სიტუაციაში, როცა მანქანები მოდიოდნენ და ეს ხალხი აჩერებდა, ეგეთ სიტუაციაში არასოდეს არ ყოფილვარ. ხო და იმ კაცის წინ დავდგი სკამი და დემონსტრაციულად ეს ხო სიმბოლური აქცია იყო. ეს არ იყო რაღაცა მე ვიღაცები საერთოდ არ ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს ამ შემთხვევაზე და გამაფრთხილეს სახში, რომ ჯობი არ წაიკითხო, ისეთი რაღაცები წერია, რომ შეიძლება ნერვები მოგეშალოსო. ხო და ნუ მე დაუჯერე და არ წავიკითხე, მაგრამ 1-2 მაინც თვალში მომხვდა. და ერთი წერს,
ესო ვიღაც ფარისეველი ერთი ხეიბარიაო იყენებენო მაგასო ვიღაცა ის არისო საერთოდ ჭკუაზე არ არისო და ეგეთი რაღაცები უწერია და მე ამბობს რომ ესო ფარისევლობაო რო წერს რომ იმიტომ გადავედი რომ რაღაცა ადამიანი ხედავთ რომ მიწაზეა გაშოტილი ესე იგი რაღაცა უჭირს და რაღაცა პრობლემა აქვს და რაღაცით უნდა დაეხმარო ესე გაგზარდეს მეთქე ეს თქვი ერთ-ერთ ინტერვიუში ხო და ეთქო მაგაზე იყო გამოძახილი რომ არც კი მივიდაო იმ მამაკაცთანო და უბრალოდ დაჯდაო და ეს ხო ტყუილიაო ესო ფარისევლობაო ეხლა რა უნდა უპასუხო ამას ეს სიმბოლური აქტია სიმბოლურად გადავეღობე იმ კაცს რომელიც ასვალზე იწვა და იწვა იმიტომ რომ ისიც სიმბოლურად გამოხატავდა თავის პროტესტს დიდხანს დეკემბრიდან მოყოლებული ზაფხულამდე დავდიოდი საზმაოს ძველ შენობასთან და იქ ვჯდებოდი ასევე დემონსტრაციულად დადიოდნენ მაშინ რუსთაველამდე მოდიოდნენ ფეხით მე იმათ ვერ მოუყვებოდი ავტობუსით მივდიოდი საზმაოდან და ისინი როცა მიდიოდნენ ფეხით რუსთაველისკენ მე ბრუნდებოდი სახლში და ეხლა ვიფიქრე თუ ავტობუსით მივდივარ საზმაოდან იგივე ავტობუსით შემიძლია მივიდე რუსთაველზე და რა სისულელეა რომ სახლში ვიждდე და ეს არის გამართლება რაღაცა ესეთი ყალბიდან გამოგონილი რომ აი მე არ შემილია დიდხანს ხო და წავედი სექტემბერში და დავჯექი რუსთაველის პროსპექტზე ჩემი სკამიანად ხო და რა ვიცი ეს რატომღაც ძალიან გახმაურდა ეს შემთხვევა ემოციურად აი ჩემს ირგვლივ ყველა ადამიანში გამოიწვია ძალიან დიდი რაღაცნაირი ემოცია ამაზე საერთოდ არ მიფიქრია რა თქმა უნდა მაგაში დარწმუნებული ვარ მე კიდევაც რომ რაღაცა ისეთი აღმატებული სიტყვები მითხრეს იგივე რუსთაველზე რომ ვეუბნებდი არ გინდათ რა ესე შეფასება თუ ესეთი სიტყვების მაღალფარდოვანი და რაღაცა თითქოს გადამეტებული, გადაჭარბებული. ხო და არაო თქვენო იმსახურებთო, თქვენ ჩვენი ცოტნე დადიანი. მეოთხარი რაც სადმე და ცოტნე დადიანი, ეს ხო შეუთავსებელია, შეუძლებელია თუნდაც სიმბოლურად გვერდზე დამაყენოთ ცოტნე დადიანთან. ხო და ნუ არაერთი ეგეთი შემთხვევა იყო და გულის სიღრმეში ცოტა უხერხოლობის განცდის გარდა იმის განცდა მაქვს რომ ეს არ შეიძლება კაცმა მიიღოს სერიოზულად ბოლომდე. მე კარგად ხვდები რომ ამან მოახდინა ვიზუალურად ძალიან ისეთი ეფექტი, ძალიან ბევრი აღშფოთდა და ძალიან ბევრი გაღიზიანდა და ძალიან ბევრმა მლანძღა და საერთოდ ეგ ვინ არისო, რო წერტო რომ წერალიო, რა დაწერაო, საერთოდ ვიღაცამ დაწერა. მაგის ოჯახში საერთოდ იციან, უპატრონოაო, როგორ უშვებენო მარტო და ხეიბარიო, ვიღაცა მოხუცი კაციო. ხო გეუბნებთ, 1-2 კომენტარი წავიკითხე და მაინც და მაინც ეგეთები შემხვდა. თქვენ კი ამბობთ, რომ ნუ ესეთი არაფერი განსაკუთრებული არ ჩამიდენიაო, მაგრამ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ახლა თუ რაღაცნაირად ძალიან ხშირად ხართ აქციაზე, არაერთი ფოტო გავრცელებულა, თქვათ აქციების ფოტოები თქვენიც. აი, იცით რა მაინტერესებს, რა არის აი ეს დიდი საფრთხე, რასაც თქვენ ხედავთ და რის გამოც ამ ყველაფერს აპროტესტებთ და რაც გინდათ რომ უთხრათ საზოგადოებას ამ საფრთხის შესახებ. იცით, ეს საფრთხე კი არ არის, მე მგონი. ეს არის კატასტროფა, რომელიც უკვე მოხდა. ეს მხოლოდ გვემუქრებოდეს კიდე არაუშავს, მაგრამ ეს ხო უკვე რეალურად მომხდარი კატასტროფაა. ჩვენ უკვე ვართ იმ პროცესში, რომ ჩვენ არათუ შეიძლება შეგვათრიონ, არამედ მიგვათრევენ და ცოტაღა გვაკლია ბელორუსიზაციას, ცოტაღა დაგვრჩა. სანამ პროტესტი ცოცხალია, ჩვენ ჯერ კიდე არ ვართ ბელორუსია და ჯერ კიდე ვაჩვენებთ, რომ საზოგადოების აქტიური ნაწილი არ იღებს აი ამ
კოშმარს. ეს არის რუსული კოშმარი, ხო? ჩვენ ამ ყველაფერს უნდა გაუძლოთ. უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით და რაღაცნაირად გავიტანოთ ბოლომდე ეს ლელო ხო ვიცი ლელო თავში მომვიდა რომ ლელო უნდა თქვა და მე გამახსენდა რომ ლელო კიდე რაღაც სხვა პოლიტიკურ ასოციაციებს გამოიწვევს და ვიფიქრე რომ არ ღირს ამის თქმა, მაგრამ მე ვიფიქრე რომ ხონდა დავამთავროთ წინადადება. ხო და ლელო იმ გაგებით რომ ჩვენ უნდა ჩვენი მიზანი ბოლომდე გავიტანოთ. ხო, უნდა გამოხატოს ადამიანმა თავისი პოზიცია. არ შეიძლება იჯდეს ჩუმად სახში, როცა ესეთი ძალადობა, ესეთი უსამართლობა, ესეთი მარაზმი ხდება ქვეყანაში და შენ არ შეიძლება იყოს ჩუმად, იმიტომ რომ თუ ჩუმად ახარ, შენ ფაქტობრივად ეთანხმები რეჟიმს, ეთანხმები იმას, რაც ხდება და მისი თანამონაწილე ხარ. და მე კიდე არ შემილია ჩუმად ყოფნა, მე ვხედავ რომ ეს კატასტროფა უკვე მოხდა და იმიტომაც გავდივარ რომ რაღაცნაირად გამოვაფხიზლო, ვიმოქმედო არაძალადობრივად და არაძალით, არამედ იქნებ დავაფიქრო ჩემი ახლობლები, ჩემი მეგობრები, ჩემი ნათესავები, ყველა არა, მაგრამ ნაწილია, რომელიც ჩუმად არის, ხო? და ნაწილია, რომელიც პირიქით ჩემთან ერთად რუსთაველზე გამოდის და აპროტესტებს. ხო და ეს რუსთაველზე დგომა თუ ჯდომა ჩემ შემთხვევაში მე მგონი არის აუცილებელი და აი თვითონ იქ ყოფნა ისეთი ბედნიერება და ისეთი ემოციების მომცემია და მომტანია, ისეთი სასიხარულოა, რომ იმ ადამიანებთან ხარ, ვინ შენი თანამოაზრეები არიან, უფრო შენ ხარ იმათი თანამოაზრე და ერთმანეთის გესმით და ერთმანეთი გიხარიათ. აი ახლა ეს სპეციალურად ჩავიცი გუშინ მაჩუქეს ეს ჰუდი, არ ვიცი კარგად ჩანს თუ არა წარწერა. ხო და ერთობა უჩენს ბზარებს რეჟიმის ტყვეების საკნებს. ხო და გუშინ მაჩუქეს ჩემმა ახალგაცნობილმა მეგობრებმა საზმაოს მარშიდან ძალიან მადლობელი ვარ და ძალიან ვაფასებ ესეთ ყურადღებას. ხო და მე მგონი რომ ჩვენ რაც არ უნდა მოგველოდეს, იმიტომ პერსპექტივაში შეიძლება ყველაფერი დაუშვას კაცმა. ყველაზე დიდი უბედურებაც კი, რომ თქვა ქუჩაში ხალხის ხოცვას დაეწყებენ. ნაკლებად სავარაუდოა ალბათ მაინც. თუმცა გამორიცხული ეგეც არ არის. უბრალოდ ჩვენ არა ვარ და ვერ გავხდებით ჩრდილოეთ კორეა და ესე პირდაპირ ქუჩაში სროლას ალბათ ეს რეჟიმი ვერ დაიწყებს. ამდენი საუკუნე იმისთვის ხომ არ ვიბრძოლეთ და იმისთვის ხომ არ ვიწვალეთ, რომ რუსეთმა გადაყლაპოს და მერე იგივე იმ რუსეთმა მთელი მსოფლიო ააფეთქოს. მე მგონი რომ ეს კიდევ ერთი დაბრკოლებაა, კიდევ ერთი გადასალახი, აუცილებლად გადასალახი წინაღობაა, რომელიც უნდა გავიტანოთ, უნდა გადავლახოთ, უნდა გავიაროთ, უნდა გაუძლოთ. არ უნდა დავემონოთ, არ უნდა დავემორჩილოთ, არ უნდა ვიყოთ ჩუმად, მდუმარედ, არ უნდა უყურებდეთ ამ კოშმარს. ბატონო ირაკლი, თქვენ იმ თაობის წარმომადგენელი ხართ, ვინც რაღაცა დიდი ნაწილი გაატარათ საბჭოთა კავშირში. მე დღემდე მგონია რომ ვარ ის საბჭოთა პროდუქტი ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმ საბჭოებში ჩემი ცხოვრება უკვე აი 11-12 წლიდან დაწყებული, როცა დავიწყე შეგნებულად იმ წიგნების კითხვა, რაც მომწონდა და იმის მოსმენა, რაც მინდოდა და ამის საშუალება მქონდა, რაც უნდა უცნაური იყოს. მამა ჩემი იყო ექიმი, კარდიოლოგი, თავის დროზე საკმაოდ პოპულარული, მოდური და მამა ჩემს კარდიოლოგიის ინსტიტუტის ინჟინერმა, ვინც აპარატურას უვლიდა,
ძია ვართანამ სახელიც კი მახსოვს და სახელიც. ძია ვართანამ რადიოში სპიდოლები იყო, ტრანზისტორები სპიდოლაში ჩაუმონტაჟა დიაპაზონი მოკლე ტალღის, რომელსაც საბჭოთაში არ ახშობდნენ, იმიტომ რომ საბჭოთა წარმოება მაგ დიაპაზონის რადიოებს არ უშვებდა, მაგრამ მაგ დიაპაზონზეც იყო რადიო თავისუფლების და ამერიკის ხმის და BBC-ს გადაცემები რუსულად. და რადგან საბჭოთა ადამიანს ეგეთი რადიო არ ქონდა, რაც გაუკეთა ძია ვართანა მამაჩემს, მე მქონდა საშუალება რომ მესმინა აი ამ დასავლური ხმებისთვის პრაქტიკულად დაუბრკოლებლად. ეს ვინც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია, ვისაც არ უცხოვრია, იმან არც კი იცის ეს რას ნიშნავს ეს ჩახშობა. ეს იყო ხმაურის გადაცემა იმ დიაპაზონზე, იმ ტალღაზე, სადაც მიდიოდა გადაცემა, ვთქვათ, რუსულად ან ქართულად, იქიდან, დასავლეთიდან, საბჭოთა რადიოსადგურები სპეციალურად მაგისთვის აგებული საზღვრის პერიმეტრზე, უამრავი ეგეთი რადიოსადგური იყო, ძალიან მძლავრი, უშვებდნენ სიგნალს, რომელიც იყო ხმაური, აი ეგეთი რაღაცა, ან რაღაც დუგ რაღაც, მოკლედ თითქმის არაფერი არ ისმოდა. მე აი ამ რადიო გავლენით ჩამომიყალიბდა უკვე იმის განცდა, რომ ჯერ კიდევ სკოლაში ყოფნისას, ეს ყველაფერი ტყუილია, რასაც ჩვენ გვეუბნებიან ტელევიზორში, რასაც გაზეთ პრავდაში თუ კომსომოლსკაია პრავდაში წერენ, თუ კომუნისტში, თუ სოფლის ცხოვრება, ყველაფერი ტყუილია აბსოლუტურად. ეს არის ცარიელი პროპაგანდა და ეს არის ბოროტება. აი მახსოვს 68 წელს ვიყავით 9 წლის ჩეხეთში, ჩეხოსლოვაკიაში რომ შევიდა სოციალისტური ბლოკის ეს მოკლედ რუსული ჯარი პრაქტიკულად. ხო და აი ეს ის პერიოდია, რომელიც მე ჯერ კიდევ ჯერა, რასაც სკოლაში მეუბნებიან. ოჯახში არავინ არ ამბობდა არაფერს აი ამ ეს ყუილია, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა ჩემი მშობლები იმ თაობის ადამიანები იყვნენ, ვინც გამოიარა მთელი ეს სტალინისტური და პოსტსტალინისტური ეს უბედურება და რა თქმა უნდა უფრთხოდნენ ამას, ეშინოდათ როგორც ყველა ადამიანს და მე პირველად აი მახსოვს ცხოვრებაში და ეს იყო ჩემთვის რაღაცა მოლოდნელი აღმოჩენა და რაღაცა ცოტა შემაწუნებელი და რაღაცა თანაც გაუგებარი ჩემი სიძისგან ცხონებული ბიძინა მინდაძე იყო ძალიან კარგი პიროვნება, პოეტი და ექიმი. ხო და ბიძინასგან გავიგე პირველად რომ ჩეხოსლოვაკიაში შევიდნენ საბჭოთა ჯარები და რომ ეს არის დანაშაული და ეს არის ბოროტება და ეს არის მიუღებელი და წარმოუდგენელი და მერე გავიგე რომ უნგრეთშიც თურმე შესულან და ეს ყველაფერი აი ნელ-ნელა ადამიანი როგორ ყალიბდება ხო იმ ინფორმაციის გავლენით, იმ ადამიანების გავლენით, ვინც მის გვერდითაა. ჩემს გვერდით, უბრალოდ მე ვიყავი ბიძინა მინდაძის გვერდით და ჩემს ცხოვრებაში ბიძინამ შეასრულა უდიდესი როლი. თუ რამეს წარმოვადგენ დღეს, პირველ რიგში ეს არის ბიძინას დამსახურება. ბიძინასგან გავიცანი გურამ დოჩანაშვილი, რომელიც ჩემი ნათლია, მე-10 კლასში ვიყავი, როცა მოვინათლე ჩემი სურვილით. მოკლედ ეს ყველაფერი ჩემი ბავშვობა, რომელიც აი ამ საბჭოთა მარაზმის, საბჭოთა სიყალბის, საბჭოთა ტყუილის, საბჭოთა ორმაგი მორალის და ფარისევლობის მასში იყო, ასე ვთქვათ, წიაღში. ეს შინაგანად ჩემთვის მიუღებელი გახდა უკვე მაშინ, როცა ადამიანი იწყებს ჩამოყალიბებას პიროვნებად. და აი უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, აი ხა გამახსენდა უბრალოდ ერთადერთი კაცი, ერთადერთი ახალგაზრდა ვნახე, რომელიც მართლა სულისკვეთებით
თავისი წარმოდგენებით კომკავშირს და კომუნიზმს ენდობოდა, ჯეროდა ამ იდეოლოგიის და როცა მან აღმოაჩინა, რომ ჩვენ ყველა, პრაქტიკულად ყველა, ვინც ვართ კურსელები, ამას დავცინით, ამისი არ გვჯერა და ამას ვამბობთ ერთმანეთში, რომ ეს ხო ტყუილია და ეს ხო ბოროტებაა, კაცს შოკი დაემართა. ეს მისთვის ხო გრევა სამყაროს თავზე რომ ჩამოგექცევა. იმიტომ რომ მაშინ უკვე ეს კომუნისტური იდეოლოგია იმდენად დისკრედიტირებული იყო, იმდენად ყველამ ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი ტყუილი და ეს ჭაობში ვართ. რომ აი ერთადერთი კაცი, ვინც ნახე, ერთადერთი ბიჭი, ახალგაზრდა, აი ისიც კი ჩვენი გავლენის მერე მიხვდა, რომ ეგრე არ არის, როგორც გაიზარდა. ეს არის ჩემი ნაწერები, მათ შორის საბავშვო, ზღაპრები, აი ამ წიგნია ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს, უფრო კი მის მდივან რეფერენს და სხვა წერილები და ეს წიგნი გამოცემულია 2013 წელს. უკვე როცა მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე. ეს პირველი წიგნი, რაც ცხოვრებაში გამოვეცი, ეს თავისებური ლიტერატურა, რასაც მე ვწერ, ეს არის აბსურდი, ირონიული აბსურდი, გროტესკი მოთხრობებია ძირითადად. თუმცა კი აქ არის აგერ საბავშვო ზღაპრებიც არის ეს წიგნი. მაგრამ ძირითადად მაინც ფანტასტიკური ჟანრია, რადგან აბსურდიც ჩემთვის ფანტასტიკაა. ვიცი, რომ 13 წლის ასაკში დაწერეთ თქვენი პირველი რაღაც ესეთი ინფორმაცია მაქვს და საიდან გაჩნდა აი ინტერესი, ვთქვათ, სურვილი იმის, რომ დაგეწერათ? პირველად დავწერე სრულიად მიბაძვით პროსპერ მერიმეს მოთხრობები, რომ წავიკითხე და პიესებიც ასე. მოკლედ რატომღაც მოახდინა ძალიან დიდი შთაბეჭდილება და მომინდა მეც მსგავსი რაღაც დამეწერა. რაცაც მაშინ წერდი მაგასაკში, ეს იყო უბრალოდ გადამღერება რაღაცის, რაც წავიკითხე, იმიტომ რომ ემოციურად ჩემზე მოქმედებდა, ძალიან მომწონდა. რაღაცა ესეთი იყო, ახალი სამყარო იყო და აი ამ სამყაროში შესვლა და შიგნიდან ამის რაღაცა არათუ ათვისება, არამედ შექმნა, რაღაცა შემოქმედებითი პროცესი იყო ძალიან მომხიბლავი და მაგავე პერიოდში ფანტასტიკური ჟანრის ბიბლიოთეკა მამაჩემ იწერდა ყველაფერს, რაც კი სავსე-კავშირში გამოდიოდა და კნიგა პოჩტა იყო ეგეთი სამსახური, მოსდიოდა და მოკლედ გამოწერილი ჰქონდა მსოფლიო ფანტასტიკის ბიბლიოთეკა და მე ამის კითხვა დავიწყე. ეს ყველაფერი რუსულად ხდებოდა. კი. ჩემ და სამარცხვინოთ უნდა ვაღიარო, მე რადგან რუსულად კითხულობდი ყველაფერს. წერას რუსულად დავიწყე. მაგრამ მე მივხვდი და მაგასაც ვიტყვი, რომ აი მე-10 კლასში როცა ვემზადებოდი უნივერსიტეტში გამოცდების ჩასაბარებლად, გუჩა კვარაცხელია იყო ჩემი რეპეტიტორი, ასე ვთქვათ. ფაქტობრივად აი ქართული ლიტერატურა და ქართული წერა და თემების წერა გუჩამ დამაწყებინა და იმდენად ეს მნიშვნელოვანი მომენტი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ მე მახსოვს, რომ აი მაშინ უთხარი ჩემ თავს, რომ რუსულად არასდროს აღარაფერს აღარ დავწერ მეთქი. მე თვითონ უთხარი ჩემ თავს, არავინ ამაში არ მონაწილეობდა. უბრალოდ მივხვდი, რომ არ შეიძლება იცოდე, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეა, რომ რუსეთს დაპყრობილი აქვს საქართველო, ყავართ დამონებულები და ეს სავსე-კავშირი ხო იგი მოდერნიზებული რუსეთის იმპერია, ეს ხო არ არის რაღაცა სოციალისტური ახალი, ეს ყველაფერი არის შირმა. რუსეთის იმპერია იცვლის თავის გარეგნულ სახეს. თავარი იდეა არის, რომ ეს მონღოლ-თათრული იმპერია უნდა დაეუფლოს მთელ მსოფლიოს
და სულ ერთია ვინ არის სათავეში, მაგრამ ის ვინც არის რაც არ უნდა ერქვას გენერალური მდივანი ქვია, პრეზიდენტი ქვია, იმპერატორი ქვია, მეფე ქვია თუ დიდი მთავარი ქვია, ეს მაინც არის აი ჩინგის-ყაენის მოდელის გამეორება. როდესაც ერთპიროვნულად წყდება, აი როგორც ჩინგის-ყაენის იურტაში წყდებოდა ყველა საკითხი, რაც კი მის უზარმაზარ თვალუწვდენელ იმპერიას ეხებოდა. აქაც დღესაც რუსეთში ყველა ფერი წყდება კრემლში. დიქტატორების აი მართლა ერთადერთი სურვილია რომ მარადიულად იყვნენ და იყვნენ აი ისე როგორც არიან იმ მომენტში, როცა ყველა ფერს თვითონ წყვეტენ და კაციშვილი არ არის რომელიც სიტყვა შეუბრუნებს, ან უბრალოდ ეტყვის რომ იცით რა, მოდი იქნებ ესე ვცადოთ და თუ არ ეთანხმები, შენ არა თუ იქ არა გაქვს მომავალი, საერთოდაც შეიძლება უცებ რაღაც დაგემართოს და რამდენი ოლიგარქი, რამდენი ადამიანი გაისტუმრეს ამ ჩეკისტებმა. გინდ რუსეთში და გინდ პოსტსაბჭოთა სივრცეში. აი აქეთ არის მიხაილ ეპშტეინის რუსული ანტისამყარო შიზოფრენიული ფაშიზმი. ეს არის მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ალბათ რაც კი მითარგმნია და ეს არის რუსეთის ფენომენის სიღრმისეული ანალიზი და ალბათ ყველა ქართულმა უნდა წაიკითხოს და გააცნობიეროს, დაფიქრდეს ვისთან და რასთან გვაქვს საქმე, რა მარაზმია და რა წარმოუდგენელი პათოლოგია და რა მხეცობა არის ამ შიზოფრენიული მოვლენის არსი. ხო და კიდევ ეს რუსეთის საბედისწერო პარადიგმა, ეს არის წიგნი, რომელიც ბორის აკუნინის რუსეთის სახელმწიფოს ისტორიის 9 ტომეულის გზამკვლევია, რომელიც მე და ჩემმა დამ ერთად შევადგინეთ. ეს კიდე არის ჩემს მიერ ნათარგმნი ფანტასტიკა, აზიმოვი, კლიფორდ სიმაკი. ეს ფანტასტიკური ლიტერატურა ჩემთვის გახდა ოაზისი, ხსნა, იმიტომ რომ ეს ხო გაქცევის საშუალება სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში, სხვა რეალობაში და ეს ჩემთვის იყო უდიდესი ბედნიერება, რომ ეს არსებობდა და ეს მე რა მივხვდი, რომ ბედნიერება იყო. უბრალოდ მე იმ მომენტში ამას რომ ასე ვთქვა დავეწაფე, მე ვეღარ მოვწყდი და დღემდე ესეთი განცდა მაქვს. დღემდე ბრედბერის, შეკლის, კლიფორდ სიმაკს და აზიმოვს და ფრედერიკ ბრაუნს და რა ვიცი, ბევრი შემიძლია ჩამოვთვალოთ ჩემი საყვარელი მწერლები, 1 და 2 კი არა, ბევრია. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ შენ ეტყობა ჩარჩი შენს ბავშვობაში და შენ ვერ გაიზარდე, იმიტომ რომ ადამიანი თუ იმავე რაღაცებს კითხულობდა ის მოსწონს, რაც მოსწონდა 14 და 15 წლის ასაკში, ესე იგი რაღაცნაირად გაჩერდა ხო განვითარებაში. მაგრამ მე მგონი რომ ამ შემთხვევაში, რა ვიცი, მე მინდა რომ ესე ვიფიქრო და დავიჯერო. კი არ გავჩერდი პირიქით რაღაცა ახალი პლასტები და ახალი სიღრმეები ვის აღმოჩენა ხდება. სამეცნიერო ფანტასტიკა ერთია, ჰორორის ფანტასტიკა, ფენტეზიც, დანიელ ხარმსის ფანტასტიკაა ჩემთვის, ანუ აბსურდიც. კაფკას ფანტასტიკა და ბეკეტიც. ჩემთვის ფანტასტიკა ის ყველაფერი, რაც სცილდება აი ამ განზომილებას, ჩვენს ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებას. არაჩვეულებრივი ლიტერატურაა ეს თავისთავად და ლიტერატურა ადამიანს აყალიბებს. ფანტასტიკურ ლიტერატურაში შესვლა ჩემთვის არის თავგადასავალი, რომელიც დღემდე გრძელდება. კიდე იმასაც ვიტყვი, რომ კლუბი ფანტასტის შეუქმენი მე თავის დროზე, შეუქმენი ისე ჟღერს. ნუ მოკლედ დავაფუძნეთ რამდენიმე ადამიანს ერთად გაგვიჩნდა იდეა, რომ ეს რეალობად გვექცია
ჩვენი სიყვარული ფანტასტიკის მიმართ და ამან მიიღო ესეთი ფორმა, რომ ჩვენ ვიკრიბებოდით ჩემთან სახლში, ჩვენს ნაწერებს ერთმანეთს უკითხავდით, ვარჩევდით და საუბრობდით ფანტასტიკაზე. გახსნათ ვაცხადეთ ჩვენს დღევანდელ ფანტასტიკურ სხდომას. კლუბი ფანტასტი იწყებს მუშაობას. ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება, სიხარული და სახალისო იყო თანაც. სამწუხაროდ ეს დამთავრდა იმით, რომ კლუბმა მიიძინა. ინსულტი დამემართა და მაგის მერე უკვე ვეღარც შეუძლელი და აღარც ფსიქოლოგიურად და აღარც ფიზიკურად ამის თავი არ მქონდა. ბატონო ირაკლი, ყველაზე დიდი სიხარული და იმედგაცრუება მინდა გაიხსენოთ აი თქვენი რაც გქონიათ თქვენი მოღვაწეობის მანძილზე. მოღვაწეობა ძალიან ისეჟღერს. ხო, თქვენაირი თავმდაბალი ადამიანისგან ეს არ მიგვისო ამას. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე სასიხარულო მომენტი, ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო არის აი 14 აპრილი, როცა მოხდა გამოსვლა. კი, მე ვიცი რომ თქვენ მონაწილე იყავით, სტუდენტი იყავით მაგ დროს და მონაწილე იყავით აქტიური. კურსზე ვიყავი და შემილია ამაზე ვილაპარაკო, რადგან ეს დღე ჩემთვის არის დაუვიწყარი და ამანაც ძალიან ბევრი რამ განსაზღვრა ჩემ ცხოვრებაში. მაშინ ვიყავი მესამე კურსზე აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის და გავიგეთ სტუდენტებმა რომ მზადდება რაღაცა გამოსვლა, იმიტომ რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი უნდა მიიღოს უმაღლესმა თუ უზენაესმა საბჭომ 1978 წლის 14 აპრილს უნდა გამართულიყო ეს სხდომა და იქ კონსტიტუციის ახალ ვარიანტში აღარ წერია რომ აღარ ეწერებოდა რომ საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული. ეს ხმები ცელდებოდა ეს ინფორმაცია რაღაცა ჭორების სახით, მაგრამ ჩვენ გავიგეთ უშუალოდ იმ ხალხისგან, ჩვენი ტოლებისგან, ჩვენი ამხანაგებისგან, ვინც ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდნენ. ამათ გითხრეს, რომ მოდითო 14-ში დილასო და შეგიყვანთო აი ეგ სადაც ვიკრიბებითო. და სამნი ჩემი ფაკულტეტიდან ვიყავით, მივედით და შეგვიყვანეს აი ამ ბერძნულ-ლათინურ კაბინეტში გრეკო-ლატინას ეძახდნენ, სადაც იყო ასე ვთქვათ შტაბი. სადაც ის ხალხი იყო, ვინც ამზადებდა აი ამ გამოსვლას. იქ გავიგეთ ჩვენ, რაც სრულად მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო, რომ თურმე არ იქნება გამოსვლა. და სახტად დავრჩით, იმიტომ რომ ჩვენ 100% დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს გამოსვლა აუცილებლად მოხდება, რომ ეს გადაწყვეტილია და აქ სხვა ვარიანტი არ არსებობს. ელემენტარულად წარმოუდგენელია. ხო და კითხეთ რომ კი, მაგრამ რატო? რას ნიშნავს წითელი ეს წინა ერთი კვირა თუ ორი კვირა იმაზე იყო ლაპარაკი, რომ უნდა გავიდეთ, სტუდენტობა უნდა გავიდეს და პროტესტი გამოაცხადოს და მოითხოვოს, რომ ეს დარჩეს კონსტიტუციაში და უცებ კიდე ვინც ამას ამ ქვია გამოსვლას ამზადებდა, უცებ ის ხალხი გვეუბნება, რომ არა. რატომ მეთქი? არაო, ჩვენო ეხლა რომ გავიდეთ ქუჩაშიო, გვესვრიანო, დავღუპავთო თაობასო, არა და ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელიო. მე ვთხარი, ეხლა გაიგეთ მეთქი, დღეს გუშინ და გუშინ წინ გარიცოდით მეთქი, რას ნიშნავს რომ გვესვრიან? მაგის და მიუხედავად უნდა გავიდეთ მეთქი, იმიტომ რომ თუ დღეს ხმას არ ამოვიღებთ, ეს ნიშნავს რომ ეს გარუსების პროცესი, რუსიფიკაციის პროცესი წინ წავა კიდე გაორმაგებული ტემპებით და ბოლოს ჩვენ შვილიშვილებს ქართულის აღარ ეწოდინებათ. არაო, მოკლედ და აი ესეთ უკვე ჩვენ ესეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, რომ უნდა წამოვსულიყავით და ამ დროს შემოიყვანეს 3 თუ 4 ბიჭი
ესენი არიან სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიო და აინტერესებთო ხო და დალაპარაკება უნდათო. ხო და ამათ კითხესო რა შვება უნივერსიტეტი? გამოდიხარ თუ არა? ამათ უთხრეს არა, უნივერსიტეტი არ გამოდის, არ შეიძლება და ისინიც გამოსტერდნენ, ასე ვთქვათ, სახტად არსენ ისინიც და მხრები აიჩეჩეს და გაბრუნდნენ და ჩვენ გავყევით ამას, იმიტომ რომ რაზე უნდა ელაპარაკო, როცა ორგანიზატორი ვინც არის, ის გეუბნება რომ არა. ხო და გზაში მე უთხარი, თავს კი არ ვიქებ, უბრალოდ ეგრე იყო. ჩვენს უნივერსიტეტელები ვარ და ჩვენ მზადა ვართო, გავიდეთ, ოღონდ უნდა დაიწყოს ვიღაცამ და თუ დაიწყებთ, ჩვენ მოვდივართ. ხო და აი ამ ბიჭების სასახელო სამწუხაროდ არც გვარები ვიცი და არც სახელები მათი. ამათ თქვენს მოვიდნენ ჩვენთან, თქვენს მივდივართ. თუ ჩვენ ვთქვათ მოვდივართ ჩვენ თქვენთან ერთად და ეს რაღაცა ჯგუფი არც 15-20 კაცი ალბათ ერთად სწრაფი ნაბიჯით წავედით რუსთაველისკენ და როდესაც რაღაცა ჯგუფი ამოძრავდა და ხალხმა დაინახა რომ ვიღაცები სადღაც მიდიან შემოგვიერთდნენ და ძალიან სწრაფად ეს ხალხი დაიძრა ჩვენთან ერთად. პირველ კორპუსთან რო ჩავედით, იქ ჩვენი ლექტორები, რომლებიც ქუჩაში იყვნენ, გამოსულები, ფაქტიურად გადაგვიდგნენ და გვეხვეწებოდნენ, რომ შვილებო არ წახვიდეთ, დაიღუპებით, პირდაპირ ამ სიტყვებით. ჩვენ მაინც უთხრეთ, რომ არა, მივდივართ და პირველი კორდონი იყო მეტრო რუსთაველთან, მილიციის და ჩვენ გავჩერდით და აი ეს აკადემიის, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ისევ რაღაცა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გავარღვიოთო, მივაწვეთო. და მართლა მივაწვით და გავარღვიოთ და მე უკვე სირბილით, მაშინ ფეხი არ მქონდა მოტეხილი და სირბილი შემეძლო. და მოკლედ ქვემოდან ალექსანდრეს ბაღიდან შემოვარეთ და ავედით და ამ ქვია დღესაც პარლამენტის შენობას ვეძახით, იმის წინ დავდექით. და როგორც ჩანს, შევარდნაძე ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებდა და როდესაც სიტუაცია ესე ჩამოყალიბდა მდგომარეობა, რომ ან უნდა რაღაცა ძალისმიერი მეთოდებით ეს ხალხი დაშალო, იმიტომ რომ არ იღებ მათ მოთხოვნას, ან უნდა დაუთმო. ეხლა მე ისიც სმენია და ალბათ თქვენც რომ მე გავცელდა ხმები, რომ ეს ყველაფერი იყო შევარდნაძის მოწყობილი, რომ შევარდნაძე პატრიოტი იყო და პატრიოტობა იმაში გამოიხატა, რომ მან აი ახალგაზრდებს ათქმეინა მისცა ამის საშუალება და მე რადგან სხვა გზა არ იყო, რუსებს უთხრა, მოსკოვს უთხრა, რომ აი ესეთი ის არის და ჯობია რომ ეს დავტოვოთ, მაინც არაფერს არ ნიშნავს. ხო და ესეც ამგონია, რომ შევარდნაძე ნამდვილად ეშმაკი კაცი იყო და მზაკვარიც და ყველაფერზე წამსვლელიც. არც მორალური პრინციპები მას არ გააჩნდა და მე მგონი, რომ უბრალოდ მან ისარგებლა სიტუაციით. ეს არ იყო მისი სცენარი. რატომ მგონია იცით? იმიტომ რომ აი რასაც მე უყურე, რომ ეს სამხატვრო აკადემიის სტუდენტები რო არ მოსულიყვნენ, იქ რო არ ყოფილიყო ძალიან ორწოფული სიტუაცია, იქ რო გაუგებარი ყოფილიყო და ამათ რო ვერ გაებედათ, ეს იმ მომენტში არ დაიწყებოდა ეს სვლელობა. სხვა ცენტრი, საიდანაც დაიწყებოდა გამოსვლა, თითქოს არც კი იყო, იმიტომ რომ უნივერსიტეტი იყო აი ეს კერა, ეს საიდანაც ეს ქალაქში იცოდნენ, რომ აი სტუდენტები აპირებენ გამოსვლას. მე მგონია, რომ შევარდნაძემ ძალიან კარგად და ადეკვატურად შეაფასა სიტუაცია. იქ რაღაცა მომხდარიყო ძალისმიერი მეთოდებით
ან რო არ მიეღოთ ეს ჩვენი ასე ვთქვათ მოთხოვნა და მოეხსნათ ეს აქვია საქართველოს ქართული ენის საქართველოს კონსტიტუციაში ეს დამთავრდებოდა რაღაც ექსცესებით და მე ამაზე გადატყდებოდა ჯოხი. შევარდნაძის კარიერას ემუქრებოდა საფრთხე. და რაღაც ხნის მერე გამოვიდა შევარდნაძე და მოგმართა შვილებო, ძმებო და დებო და იქ იყო როგორი ორგვარი რეაქცია, რომ ვიღაცამ დაუსწინა თქვა რომ დაიყვერო არავითარ შენი შვილები არ ვართ, მაგრამ ძალიან ბევრმა ტაში დაუკრა. რატო? იმიტომ რომ იმან თქვა რომ საქართველოში ქართული ენა სახელმწიფო ენა და იქნება და ანუ რაც თქვენ გინდათ ჩემო შვილებო მე ამას ვაკეთებ. ანუ ესეც შევარდნაძემ თავის სასარგებლოდ გამოიყენა საკონსტიტუციო კომისია მივიდა იმ დასკვნამდე რომ დაავტოვოთ შევინარჩუნოთ ფორმულირება რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენად ქართული ენის გამოცხადებას. აი რატო უყვები რომ ეს იყო ჩემს ყველაზე ბედნიერი დღე ცხოვრებაში. მე და ჩემ მეგობრებს ჰქონდა გამარჯვების როგორი განცდა, იცით? აი ამაზე უფრო დიდი ბედნიერება ცხოვრებაში მე მაშინ ჩემთავს უფრო ალბათ არ მექნება არასოდეს. ჩვენ აი არ შეგვეშინდა გამოვედით და მივაღწიეთ და გავიმარჯვეთ. ანუ რომ ქართული ენა დავისავით და თუმცა კი მართლაც რეალური იყო ეს საფრთხე, ხო? ხო და აი ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი დღე და ამან ბევრწილად განსაზღვრა ჩემი მომავალი, ასე ვთქვათ, ცხოვრება. დისიდენტი არასოდეს არ ყოფილვარ, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები ვიყავით შინაგან ემიგრაციაში. ანუ ჩვენ ფიზიკურად კი საბჭოთა ცხოვრობდით, მაგრამ შინაგანად ჩვენ იქ არ ვიყავით. ვიყავით სადღაც სხვაგან, ფანტასტიკურ სამყაროში, წარმოსახვით სამყაროში თუ რაღაც ყველა თავის ნიშას პოულობდა და ერთ-ერთი ესეთი ნიშა იყო ჩვენთვის აღდგენითი ექსპედიციები, სარესტავრაციო. კითხოთ, მე ვიცი რომ თქვენ დადიოდით ექსპედიციებში და იყავით მოხალისის სტატუსით და რაღაცა. დიახ, ჩვენ ვიყავით მოხალისე მუშები, ჩვენ ვიყავით ფიზიკური ძალა, ჩვენ რესტავრატორი გვეუბნებოდა რომ აი ეს ვთქვათ რაღაცა მონაკვეთი ძეგლია, ხო და იქ არის ვთქვათ ხეები, ბუჩქნარი და მიწა დაყრილი საუკუნეების განმავლობაში და აი ეს რომ ძეგლი რომ აღვადგინოთ, რესტავრაცია რომ გავუკეთოთ, ამას სჭირდება ჯერ გასუფთავება და აი მაგას ვაკეთებდით ჩვენ. გვეტყოდნენ რომ აი ეს მიწა მოხსენით, ეს გაჩეხეთ, ეს ეკლიანი ბუჩქნარი თუ ეს ხეები და ჩვენ მაგას ვაკეთებდით და ცხოვრობდით ტყეში, ღრეში და ეს იყო თავისუფლების განცდა, ისეთი ბედნიერება და ისეთი აი 14 აპრილის მერე ბედნიერების განცდა თუ სადმე მქონია, იყო აი იქ. იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად არა იმ ციხეში, რომელიც საბჭოთა იყო, არა იმ ბანაკში, საკონცენტრაციო ბანაკში, არამედ თავისუფალ სამყაროში და ადამიანურში. იმიტომ რომ ეს ხალხი, ეს ახალგაზრდობა, ვინც იქ იყო, არ იყო იქ წასული უბრალოდ დროის გასატარებლად თუ უბრალოდ რაღაცა თავშესაქცევად. ჩვენ ერთდროულად ჰქონდა იმის განცდა, რომ საქმეს ვაკეთებთ, ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ, პატრიოტულ საქმეს ვაკეთებთ და თან იმის განცდა, რომ ჩვენ არც კომკავშირი, არც კომუნისტური პარტია და არც ეს საბჭოთა მთავრობა არ გვაკონტროლებს და ვერ ამ გამოსულები ვართ იმათი მომსახურების ზონიდან. ხო და რა თქმა უნდა მე მივხვდით მეც და სხვაებიც რომ ეს კგბ-მ გამოიყენა ესე იმისთვის რომ ეს ენერგია ახალგაზრდობაში დაგროვილი რაღაცნაირად აი ორთქლს რო გამოუშვებს. აი ეგრე ჩვენ ეს ვინც პირველი ძეგლი იყო უჯარმა. უჯარმაში 2 წელი იყო მერე ბოჭორმა
მერე თედორე წმინდა, მერე ლამაზი სახტარი, მოკლედ რამდენიმე ძეგლზე მიმუშავია და იმ დროინდელი ჩემი მეგობრები დღესაც მეგობრები არიან. ყველა არა სხვათა შორის. ყველა არ არის ამ საპროტესტო აქციებზე, მაგრამ ნაწილი მოდის და ეს არის საუკეთესო ნაწილი ალბათ. იმიტომ რომ ის რაც ჩვენ მაშინ, რისიც მაშინ გჯეროდა და რაც ჩვენთვის იყო ჭეშმარიტება და რეალობა, დღესაც იგივეა, იმიტომ რომ ეს ფასეულობები არ იცვლება, ეს რაც იმ დროს რისთვისაც ჩვენ გვიღირდა საქმის კეთება თუ ურთიერთობა თუ რაღაცა ცდელობა, აი ეს ყველაფერი დღეს გრძელდება ოღონდ ახალი ფორმით. იმიტომ რომ მე რომ მეგონა რომ აი როცა საქართველოს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მე ეგეც ერთ-ერთი უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცნობიერებაში და ჩემს ცხოვრებაში. მეგონა რომ გავახციეთ უკვე აქედან აი ამ საბჭოთა ამ მარაზმიდან და მივდივარ დასავლეთში თავისუფალ სამყაროში და არასოდეს არ დაბრუნდება. მე ვერ წარმომიდგინე რომ ეს შეიძლება განმეორებულიყო ამა თუ იმ ფორმით. იგივე და შეიძლება კიდევ უარესი საფრთხე დაგვემუქრებოდა. მე ეს ვერ წარმომედგინა და ვერასოდეს ვერ დავიჯერებდი. სინამდვილეში ეს კატასტროფა აგერ დღეს რეალურად ხდება. თავარია არ გავჩერდეთ, არ დავნებდეთ და იმისთვისაც მზად ვიყოთ, რომ მართლა როგორც ბელორუსში ყველას ან დაგვიჭერენ, ან ზოგიერთი მოასწრებს და გავა საზღვარგარეთ. ბატონო ირაკლი, მოკლედ აი რამდენ რამეზე ვისაუბრეთ და რამდენი რამე მომიყევით, ხო? ბრძოლა უწევდა თქვენს თაობას ამ რუსული მარწუხებიდან თავის დასაღწევად. რა მსგავსებებს ხედავთ აი მაშინდელ ახალგაზრდა თაობასა და დღევანდელ ახალგაზრდა თაობებს შორის? პირდაპირ შემიძლია ვთქვა ყოველგვარი გაზვიადების და გადაჭარბების გარეშე. ისეთი თაობა თურმე მოსული და იმდენად წრფელი, იმდენად ლაღი, იმდენად თავისუფალი, იმდენად გონიერი, იმდენად ლამაზი, ნიჭიერი და გამბედავი, რომ მე ამას ვერც კი წარმოვიდგენდი და ეს არის ბედნიერება და მადლობა ღმერთს, რომ ეს რეალურად ეგრეა. საქართველოს მომავალი აქვს მარტო იმიტომ, რომ აი ესეთი თაობა არსებობს დღეს. ჩვენ, ვინც თავის დროზე, ჩვენ რა თქმა უნდა რაღაცა გავაკეთეთ, მაგრამ ეს არის უწყვეტი პროცესი. და მით უფრო სასიხარულოა, რომ თურმე ეს განცდა ეროვნულობის და ქვეყნის სიყვარულის და საკუთარი ქართველობის განცდა არ ყოფილა რაღაცა ლიტონის სიტყვა, რაღაცა გარეგნული. დღევანდელ დღეს ეს ახალგაზრდები, რომელსაც თურმე მართლა უყვართ ეს ქვეყანა და მართლა უნდათ ნორმალურ, ადამიანურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, თურმე ესენი მზად არიან, რომ თავი გასწირონ. და იმდენი ესეთი ახალგაზრდა აღმოჩნდა და დავინახეთ ჩვენ ზოგი ციხეში და ზოგი ქუჩაში აპროტესტებს, რომ ისინი ციხეში არიან და გვატყუებს ეს ხელისუფლება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მართლა ჩელაბინსკში აღმოჩნდეთ, რომ ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდები მზად არიან ყველაფერზე, ოღონდ კი ეს ქვეყანა გადარჩეს და ჰქონდეს მომავალი და მარტო აი მაგათი ხათრით, მაგათ გამო ჩვენ უფროსმა თაობამ უნდა გავაკეთოთ მინიმუმი და მინიმუმი არის უნდა ხმა ამოვიღოთ და ჩვენი პოზიცია გამოვაცხადოთ, განვაცხადოთ და პროტესტი გამოვხატოთ. თუნდაც მარტო იმითი, რომ გავიდეთ, აი თუნდაც ახლა 28-ში ხო დიდი აქცია დაგეგმილი. ამ ქვეყანას ჩვენ ვერ დაუთმობთ ამ რუსებს, ნამდვილ რუსებს და
პრორუსებს, რომლებიც ქართველები კი არიან ეთნიკური წარმომავლობით, მაგრამ წინამძღოლში არიან რუსები, რუსულ საქმეს აკეთებენ. ჩვენს თაობასა და აი ამ თაობას შორის საერთო არის ის, რომ ჩვენს ქონდა მსგავსი შემართება, მაგრამ აი ახალ თაობას გაცილებით მეტი აქვს, გაცილებით უფრო თავისუფლები არიან, გაცილებით უფრო გამბედავები არიან და გაცილებით უფრო გონიერები და ყოჩაღები არიან. და დიდი მადლობა მათ. დიდი მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის. მეც თქვენ შეფასებას ახალგაზრდა თაობასთან მიმართებაში აბსოლუტურად ვეთანხმები და თქვენ გისურვებთ ჯანმრთელობას, გიხდით მადლობას მართლა იმ თავდადებისთვის, რასაც აკეთებთ თქვენი რუსთაველზე პროტესტის გამოხატვით და თავისუფლება ყველა სინდისის და პოლიტიკურ პატიმარს. ამინ. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ.